საღამო მშვიდობის პირველი 20 წუთია და მე მოვედი ძალიან მოუკელი ვიდეოების გადაღებას. ჩემი გაჩეჩილით არ შეიმჩნიოთ. გუშინ ვიბანავე და რა გავაკეთე ვერ გავიგე. დედაჩემმა წინა გამოგზავნაზე გამომიგზავნა ორი რაღაც რა, ერთი შამპუნია, მეორე კერატინია და ყოველთვის ბანაობისას ვეღარ ვიგებ რა რომელია და რა არისთვის ვიყენებ და ჯერ კერატინი წავისვი მე მგონი და მე შამპუნი და რო აქაფთა და რო აფურდა ეს ჩემი თავი ორი დღე ასე ვისმევ ზეთს რომ თმა გასწორდეს. მოდი ამას გადმოვდგავო ცოტა კამერა. ეს არის საჩუქარი საახალწლო ჩემი ძმისთვის და მამიკოსთვის. ცოტა რომ გავახარო და გავაბედნიერო. სულ მინდოდა ხოლმე ბავშვობაში რომ აი ესე რაძვის ხის დაბლა რო ალაგებენ ოჯახის წევრები საჩუქრებს და რომ იმაშვებიან რა ქვია ჩუქნიან ერთმანეთს, სულ მინდოდა ხოლმე ეგრე, მაგრამ ბავშვობაში რა თქმა უნდა არ მქონდა საშუალება და ეხლა რადგანაც მაქვს საშუალება მინდა რომ გავახარო ჩემები და მეგობრებო სოფელში მივდივარ და ახალ წელს სოფელში ვხვდები. არ მჯერა, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ შარშანდელი ახალი წელი იყო ჩემი რაღაცა სასწაული, ანუ მეტროში შევხვდი ახალ წელს, ტელეფონი დამიჯდა, არ დამატენიეს, ნათესავთან უნდა გავსულიყავი და ვერც ტაქსი გამოვიძახე, მისამართიც არ ვიცოდი. მერე ამოვედი სახლში, გავხსენი ეს ჩემი ღვინო და ღვინის გახსნისას ნათესავის ნაჩუქარი ჰუდი გავჭერი, რომელიც ძალიან მომწონდა და ძალიან მიყვარდა. ახალი ჰუდი იყო და გავჭერი, ღვინო გადავისხი და აი ესე შტერივით ვზივარ და ვიცინი. იმიტომ რომ უბრალოდ აზრი არ აქვს ნერვიულობას და თან კიდევ ახალი წელია და რაღაცა ძალიან მოულოდნელობებით და უცნაურობებით ახსავს ახალი წელი იყო შარშან და ძალიან უცნაურად შევხვდი და წელს სოფელში მივდივარ ხალხო. ეხა ჩაის ჩამოვისხავ ამ ულამაზეს ჩიქაში. ძალიან საყვარლობა. იმედია ცხელს კარგად უძლებს, რავი, ყავას სულ ამიცვავ და ახლა ცხელმა წყალმა რა უნდა უქნას. წინა ვიდეო ვინც ნახეთ, დედაჩემმა გამომიგზავნა რაღაცეები იტალიიდან და ნუთელა, არაქისის კარაქი და ესეთი ის გამომიგზავნა. ნახეთ, გახუხული პურებია, ორი დიდი შეყვრა გამოაგზავნა, სუხარიკებივით არა, ოდნავ მოტკბო გახუხული პური და ამაზე ვისმევ ხოლმე არაქისის კარაქს და თან ნუთელას ვაყოლებ შოკოლადს და არის უგემრიელესი და ძალიან კაია. ეხა ჩაისთან მით უმეტეს კარგი იქნება. და მძნარი ყველი გამოაგზავნა კიდე იტალიაში რო ვიყავი, იქ ვჭამდით ხოლმე მე და ჩემი ნათესავი. ტოსტის პურებში ჩავდებდით პომიდორს, მძნარ ყველს და ძალიან გემრიელად ვჭამდით და აი მართლა ეგეთი გემრიელი მძნარი ყველი საქართველოში მე არ გამისინჯავს. თან ფასში რამხელა სხვაობაა. ანუ ძალიან ძვირია, ჩვენთან 6 ცალი მდნარი ყველი ღირს, ყველაზე იაფიანი 4 და 95. და დედაჩემმა როგორც მითხრა, თუ სწორად მახსოვს, 6 ევრო ღირს 38 ცალია დიდ შეყვრაში და ვაფშე სხვა გემოაქვს. ძალიან გემრიელია. აი მდნარი ყველის გემოს გაგაგებიებს რა. ოღონდ ეხა თან ჭამა და თან საუბარი არ მიყვარს, ხო იცით? არადა იმდენი მაქვს მოსაყოლი. წელი მტკივა რატომაც. ცოტას კამერას ჩამოვწევეს. ხო და ჩვენთან სოფელში მოთოვლა ხალხო. ანუ თბილისმა დაასწრო სხვათა შორის. არ ვიცი, რამდენმა მოესწარით, მაგრამ თბილისშიც იყო თოვლი, დილას სამსახურში მივდიოდი, დილა ადრიან გავიღვიძე და ვარკეთილში თოვდა. მერე სამედიცინოზე წავედი და კარგად დაუშვა თოვლმა, მაგრამ ეგ იყო რაღაცა 1 საათიანი სიამოვნება. და სოფელში ძალიან მაგრად მოთოვა და აი სასწაულია, რატომღაც მგონია რომ ჯადოსნური ახალი წელი მექნება. იმედი მაქვს თოვლი დამხვდება რო ჩავალ.
იმიტომ რომ 112-ისგანაც მომივიდა SMS-ი, რომ რა ქვია, დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაო, მოსალოდნელიო და მოსახლეობას მოუწოდებთ სიფრთხილისკენო და იმედი მაქვს, რომ სოფელში რო წავალ, თოვლი დამხვდება. დეიდაშვილი უკვე სოფელში წავიდა, ჩემი ძმა უკვე სოფელში წავიდა და ესე გამოყრუებული ვარ. ძალიან კი მიყვარს მარტოობა. მაგრამ ეხა თურმე გადაჩვეული ვარ უკვე, იმიტომ რომ ეს 2 დღეა გუშინ და დღეს რაღაცა ძალიან ისე ვარ გამოყრუებული, მარტო რო ვარ. ხალხო, ფისოს წაყვანა მინდა სოფელში. აი რა გავაკეთო არ ვიცი, ნახეთ თვალი რას უგავს. ანუ არ ვიცი რა ჭირდა, რაღაცა კატასტროფა ჭირდა, მაგრამ ისე გვანერვიულა ყველა, რომ რა ვიცი. მოკლედ, თავიდან როგორი სიმპტომები ქონდა, იცით? 1-2 დღე კარადაში, ტანსაცმელებში იწვა თბილად და საერთოდ არანაირი რეაქცია არ ქონდა არც საჭმლის სუნზე, არც არაფერზე. 2 დღე იწვა და ეძინა, ძილისმეც არაფერს არ აკეთებდა. მერე ჩვეულებრივად კარგად იყო, ჭამდა, სვავდა, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ თვალიდან დაიწყო სისხლდენა, ცალი თვალიდან დაიწყო სისხლდენა. მერე ღამე რო ეძინა, თვალი ხო დახუჭული ქონდა და დილას თვალს ვერ ახელდა. ეს თვალი დაუჩირქდა მთლიანად. ცხვირი, ცალი თვალი, ისეთი გაბერილი და გასიებული ქონდა, აი კატასტროფა ჭირდა რა, მართლა თვალს თუ გაახელდა აცი აღარ მეგონა. თვალის წვეთები უყიდე, ეტექიმთან ვერ წავიყვანე, რა ვიცი. რატომღაც ძალიან პრობლემური მგონია კატის ის გადაადგილება ქალაქში მით უმეტეს ხმაურში და იმაში. ხო და თვალის წვეთებს ვასხავდით, უწმინდავდით თვალს და აი როგორც იქნა მორჩა რა და ეხა ბევრად უკეთესად აქ, მაგრამ მაინც დასიებული აქ და თვალს ბოლომდე მაინც ვერ ახელს თვალს. ხო და აქ ეხლა ამას მარტო ვერ დავტოვებ. მართალია დიდი ხნით ვერ მივდივარ სოფელში. ხვალ 30 დეკემბერს წავალ. საღამოს უკვე სოფელში ვიქნები, 31 მთელ დღეს გავატარებ სოფელში და პირველში უკვე საღამოს გვიან წამოვალ, იმიტომ რომ 2-ში სამსახურში უნდა გავიდე დილის 8 საათზე. რას ვიზავთ, ეგეთია რა, რომ მუშაობ, ძალიან რთულია თავისუფლება, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ახალ წელს ვისვენებ. ეგეც ძალიან იშვიათობაა. ხო და აი არ ვიცი, 5 მოვიტანე, გაუმზადე 5, ძალიან თბილად, ტკბილად ველაპარაკე, ფისო მეთქი სოფელში წავიდეთ, იქა შენ გემოზე გაივლი, გამოივლი რაღაცა და ხალხო 5-ში რო ჩავიდა, არ ამოდიოდა იქედან. თავს ამოყოფდა და მიყურებდა. აი სოფელში წაგიყვანთქო რომ ვეუბნებოდი, რატომღაც ვიგრძენი რომ უნდა სოფელში წასვლა. აი თითქოს და ესმოდა ყველაფერი მართლა, იმიტომ რომ 5-დან თავი არ ამოუყვია, საერთოდ არ ამოდიოდა და მერე დაველაპარაკე რომ არა ფისო დღეს არა, ზეგ წავიდეთ, ზეგ წაგიყვან, ეხა ამოდი და მერე ამოვიდა, თორე ისე 5-დან არ ამოდიოდა წასვლა როგორც კი ვხსენე. მაგრამ ძალიან ნერვიულობ, რა ვიცი, ავტობუსით მივდივარ და კაი აქედან დიდუბემდე ტაქსით გავიყვან და ვნახავ აბა მგზავრობას მანქანას როგორ შეეჩვევა და რატომღაც ძალიან ნერვიულობ, რომ გზაში რო გამაწვალოს, რო იქნავლოს, 5-დან ამოხტომა რო დააპიროს. რა ვიცი რა, ძალიან ნერვიულობ, ჭკვიანი კია, მაგრამ უნდა წავიყვანო როგორღაც რა. იმიტომ რომ აქ ვერ დავტოვებ. მარტოს ვერ დავტოვებ, კი საჭმელს დავტოვებდი, რაღაცას ვიზავდი, მაგრამ თან ეხა პიროტექნიკა აკრძალესო, მაგრამ რატომღაც მაინც მგონია რომ ფეიერვერკები იქნება ახალ წელს. ხო და თან ეს ხმაური რო შემოვა და რაღაცა მეშინია ძალიან რომ არ ნერვიულოს და მარტო ვერ დავტოვებ. არ ვიცი რა, როგორღაც უნდა წავიყვანო და დიდი იმედი მაქვს რომ გზაში არ გამაწვალებს და ჭკვიანად ვიმგზავრებთ, ხო? წავიდეთ ხვალ სოფელში? რა ვიცი აბა.
თან დავტოვებ რა იქ, ძალიან მეწოდება აქვს. გამოყრუებული, გამოკეტილი, ეხა 2 დღეა სახლში რო არ არიან, ჩემები სოფელში რო წავიდნენ 2 დღეა, რა ვიცი, ჩაკეტილში, გამოყრუებულში, საჭმელს ვუტოვებ კარგად, მაგრამ ცოდვაა რა, სოფელში გაივლის, გამოივლის, თან ასაკი აქვს მოხუცდა და არ ვიცი, უნდა დავტოვო სოფელში. ძალიან გემრიელია. აი ამ მდნარ ყველაზე ვგიჟდები. აი სულ რო პრეზიდენტის მდნარი ყველი ავიღოთ, რომელიც ძალიან ძვირიანი და ძალიან სახელგანთქმული კომპანიაა, ვერ შევადარებ, ეს არის სასწაული. ფისოს ეს მოუტანე და ერთი წელი ჭამაუყვე. ძალიან მიჩვეული ვარ ამ ოხერს და რა გავაკეთო, გამიჭირდება ამის გარეშე დაძინება. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად წავიყვან სოფელში და მირჩევნია, რომ იქ თავისუფლად იყოს რა. ცოდვა. რატო დადიხარ წინ და უკან? აი ვგიჟდები, რა გავაკეთო? აი ხო ვჭამ, მაგრამ შემიძლია ვაკოცო. სულ რო გაგიჟდეთ და გადაირიოთ, ბავშვობიდან მაღაზია იყო ჭყუპი, რომ პირში თმა არ ჩაგივიდეს და რაღაცა, მაგრამ რა ვიცი, რაც მე ამას ვკოცნი და ვეხუტები და ვეფერები და ჯერ არ მოუკლივარ გადასტმას. ნელაფის. კაი, ახლა ცოტა ხანი მაცადე გეხვეწები. ჩანთა უნდა ჩავალაგო ეხა, თავი მოვიწესრიგო, ძალიან გვიანია. დილას ჯერ სამსახურში უნდა გავიდე. ანუ ხვალაც 4-მდე ვერ გავდიოდი თბილისიდან. 4-მდე კი არა, 5-მდე ვერ გავდიოდი თბილისიდან, მაგრამ მოვაგვარე და ხვალ უკვე 5-ზე უკვე იმაში ვიქნები სოფელში. და ძალიან მიხარია. ფიზო გეხვეწები, იქეთ გადადი ცოტა ხანი, იქ ოპლა. თვალის წვეთსაც რო ვასხავდი, პანიკებში ვარდებოდა. აუ ეს გაუხსნელი, რატო გამოვიტანე? ერთი წამიმოვალ გახსნილს მოვიტანე. თან სქელი არ არის. ანუ მაცივარში არ სქელდება რა ძალიან. ხა დაბლა ცოტა კი ჩასქელებულა, მაგრამ დიდი არაფერი. აი მეტკინა.
გუში რამდენი უჭამე იცით? სარაქის კარგი. ჩამოვიტყვარი. ერთ წამი გამეცალე. ეხლა გავდახავ. ფიქრობ მიწისთხილი ხო არ წავიღო სოფელში და მიწისთხილის გოზინაყი ხო არ გავაკეთო თქო. იმდენი გამოაგზავნა. მაგრამ იქ მიგოზი აქვს მამა ჩემს და მიწისთხილი რაღაც უნდა. სულ დავითხვარე. აი სუფთა ჭამა არ შემიძლია რა. არ მინდა რომ ძალიან დამძიმებული წავიდე სოფელში, მაგრამ ეს იცით რა მძიმეა? ძალიან მძიმეა. მოდი გაჩვენებთ და მიხვდებით რაც არის. ეს ერთი. ამით შეიძლება ვერ მიხვდეთ. ნახეთ რა საყვარლად შევფუთე. უსმინეთ ხმას? ეცა მეოლე. ეს ძალიან კაი რაღაცა. ნახეთ რა საყვარლად შევფუთე. აი უკვე მიხვდებით რა რაც არის. ჩემი სნოპიც აქ ჩავაგდე. ამის გარეშე ვეღარ მოძრაობ, ყველგან დამაქ. ესეთ მესამე. შამპანიურის წაღებაც მინდა და ბომბონერის, ტკბილეულის. და არ ვიცი ამდენამეს როგორ წავიღებ. პლუს ერთი ფეხსაცმელი უნდა ჩავდო. თოვლი თუ დამხვდება მაგისთვის. და რამე გამოსაცვლელიც რა. იქ კი მაქვს სოფელში რაღაცები, მაგრამ ქაური მაინც სხვა. ხო და ესე ერთი სული მაქვს როდის ჩავამთავრებ ამ მუშაობას, რომ სოფელში წავიდე. კი გაქცევა ქვია, მაგრამ დავტკბები მაინც. ძალიან ხდება ჩაისფერი ამ ჭიქას. ძალიან ლამაზია, გიждდება. გავიქეცი ახლა. გემრიელად შევჭამ. ცოტას კიდე შევჭამ ვიდეოს გარეშე.
და მე 1000 საქმე მაქვს რა. იმედი მაქვს რომ ჩემი ფისოს წაყვანის ამბავი კარგად იქნება. ხვალ უნდა დავრეკო მძღოლთან რომ ადგილი შემინახოს. იმიტომ რომ ახალ წელს ძალიან ბევრი მიდის სოფელში და შეიძლება ადგილი არ იყოს და თან უნდა უთხრა რომ კატა მომყავს თქო და რამე პრობლემა ხო არ არის თქო. აი ამიტომ უნდა გყავდეს საკუთარი მანქანა. მაგრამ სად არის მანქანა და მართვის მოწმობა და კაი ცხოვრება? აბა წავედი ხალხო, აბა ჰედ და აბა ჰოთ. ბედნიერ შობა ახალ წელს დაესწარით, მრავალს დაესწარით, ჯანმრთელად, ბედნიერად, თქვენს ძვირფას ადამიანებთან ერთად, სიტყვას და სიხარულს და სიყვარულს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. არ ვიცი მართლა ჩემთვის 2025 წელი იყო რაღაც სასწაული რა. არ იყო ცუდი. ზოგისთვის ცუდი იყო. კი, TikTok-ზეც ხვდება ვიდეოები. რა ვიცი. მქონია მეც ეგეთი წელი და სამწუხაროდ ალბათ მექნება კიდეც, რომ რაღაცა ძალიან ცუდი მოხდება, მაგრამ წლევანდელი წელი იყო ჩემთვის ძალიან ამ ცალკე ვიდეო რო უნდა მიუძღვნა ეგეთი წელი იყო რა. გარდამტეხი წელი. პირველი მოგზაურობა, საუკეთესო გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება, ასევე ამ მოგზაურობამ გამიჩინა ძალიან დიდი ინტერესები, თუნდაც იმ მხრივ, რომ აუცილებლად მომავალში ვიმოგზაურებ სხვადასხვა ქვეყანაში, წელიწადში ერთხელ მაინც. თავარია დაიწყო და მე შეხვალ მუღამში. და პლუს ამას საოცნებო სამსახური. რომელსაც ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესღაც აუცილებლად მივაღწევ, იმიტომ რომ მე რასაც გულში ჩავიდებ და რაც მართლა მენდომება, აუცილებლად მივაღწევ. რომ მივაღწევ, მე მარტივად მბეზრდება ხოლმე მართალია, მაგრამ რაც მთავარია, ვაღწევ რა იმ მიზანს, რისი მიღწევაც მინდა. ასე რომ, რა ვიცი, ერთ რჩევას, რასაც მოგცემდით თქვენც და რასაც მივცემდი საკუთარ თავსაც, ნუ რასოდეს ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის ახალი ნაბიჯების გადადგმის. მე მაგალითად პირველ რიგში საკუთარ თავს მივცემდი ამ რჩევას, რომ ახალი გამოცდილების, ახალი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდება. ჯობს რომ გადადგა ნაბიჯი და ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდეს სწორი, ვიდრე არ გადადგა და წლების შემდეგ ინანო, რომ აი როცა ვიყავი ამასაკის, როცა მქონდა დრო შესაბამისი რატო არ გადავდგე ეს ნაბიჯი და რატო არ გავაკეთე ის რისი გაკეთებაც მინდოდა. ამის თქმა სჯობს, რომ ცადო და არ გამოგივიდეს. მაგრამ თუ ცდი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ აუცილებლად გამოგივა და ასე რომ გირჩევდით, რომ არ დანებდეთ და წინ და წინ. თუნდაც ძალიან ნელი ტემპით, კუსნაბიჯებით, მაგრამ აუცილებლად ყოველთვის წინ. აბა თქვენ იცით? გოცნით.